საიდან ვართ? სად მივდივართ სიკვდილის შემდეგ? მიუხედავად იმისა, რომ მრავალი ფილოსოფოსი, თეოლოგი და მეცნიერი საუკუნეების განმავლობაში ეძებდა პასუხს ცხოვრების მნიშვნელობის შესახებ, მათ ვერც კი შესთავაზეს თეორია, რომელიც არ შეიცავს წინააღმდეგობებს. ცხოვრების აზრის ცოდნის გარეშე ადამიანები იხეტიალებენ, არიან მიჯაჭვული თავიანთ სამუშაოზე და წააწყდებიან სიკვდილს. ისევე, როგორც ფოთლები ცვივა ქარის მიერ, ჩვენი ცხოვრება მხოლოდ ცარიელი ოცნება, როგორც დაცემული ფოთლები. თუმცა, ჩვენს ცხოვრებაში რაღაც მნიშვნელოვანი იმალება. ბიბლია გვასწავლის, რომ სიკვდილი ნიშნავს სამოთხეში დაბრუნებას. დაბრუნება ნიშნავს უკან დაბრუნებას იქ, საიდანაც მოხვედი. სანამ ღმერთი შექმნიდა დედამიწას, შენ სამოთხეში იყავი. შენ სად იყავი, იობ, დედამიწას რომ ქმნიდი? შენ ზეცაში იყავი და დიდია რიცხვი შენი დღეებისა. ღმერთმა ასწავლა იობს, რომ დედამიწაზე დაბადებამდე ის სამოთხეში იყო. იობის მსგავსად, ჩვენც ვიყავით სამოთხეში, სანამ დედამიწაზე დავიბადებოდით. სანამ დედამიწაზე ვართ, ჩვენი სხეული არის კარავი, სადაც ჩვენი სული ცოტა ხნით ცხოვრობს. ამიტომ მოციქულებმა, რომელსაც იესო ასწავლიდა, კაცობრიობას უცხო და მწირ უწოდეს. მათ იცოდნენ, რომ ჩვენი სამშობლო ზეცა არის. სამოთხეში, სადაც არ არის დროის, სივრცისა და სიჩქარის შეზღუდვა, ჩვენ ცოდვა ჩავიდინებ. კაცობრიობა დედამიწაზე ჩამოაგდეს, დაკარგა სამოთხის მეხსიერება. ცოდვების ტკივილში კვნესით, ადამიანები ყველანაირი უბედურების შიშით კანკალებენ. არ გენატრებათ ჩვენი ლამაზი და დიდებული სამშობლო. არ არსებობს გზა ჩვენს დიდებულ ზეციურ სამშობლოში დასაბრუნებლად. მხოლოდ მაშინ, როცა პასუხს ვიპოვით, შეგვიძლია დაუბრუნდეთ. 2000 წლის წინ იესო მოვიდა და გვასწავლა, როგორ მივიღოთ ზეცაში ჩადენილი ცოდვების მიტევება და ცათა სასუფეველის გზა გაგვიხსნა. ამ ხანაში სულმა და სასლო აღადგინეს დაკარგული პასექი და მიგვიყვანეს ჩვენს მარადიულ სამშობლოში, სამოთხეში. ვიმედოვნებ, რომ დაიცავთ აღდგენილ პასექს და დაბრუნდებით ჩვენს სამოთხეში, რომელიც გენატრებათ. გეპატიჟებით ჩვენს მარადიულ სამშობლოში, სამოთხეში.